ამ ვიდეოთი გაიგებ და ისწავლე რამდენი დრო გეხარჯებოდა იმაში, რომ Telegram-ზე ან ნებისმიერ სხვა პლატფორმაში უპასუხო შენ მომხმარებლებს, ჩაწერო ისინი შენ Google კალენდარში, ან შეიტანო Google Sheet-ში, ან CRM-ში და ასე შემდეგ. მოკლედ, ამის მოსაგვარებლად დღეს გასწავლე როგორ უნდა აწყო ისეთი chatbot-ი, რომელიც Telegram-ზე უპასუხებს შენ შემოსულ მესიჯებს მომხმარებლებისგან და ჩაინიშნავს Google კალენდარში ამ შემთხვევაში შეხვედრებს. მოკლედ, პირველი რაც გვჭირდება ეს არის, რომ დავიწყოთ Telegram-ით, იმიტომ რომ Telegram-ზე ვაშენებთ ამ chatbot-ს. რაც გვჭირდება ეს არის on message-ი, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება როცა მესიჯი შემოვა, მაგ დროს დაიწყოს ამ ავტომატიზაცია მუშაობა. ამიტომ მოდი ავირჩიოთ on message-ი. ეხლა მე უკვე დაკავშირებული მაქვს ბოტი, მაგრამ მოდი გაჩვენებ როგორ უნდა დააკავშირო შენც. დავაჭიროთ create. გავხსნათ docs-ი, რომელსაც თვითონ გვიჩვენებს N8-ი და მსგავს doc-ებში მოყვება ინსტრუქციები თუ როგორ უნდა დავაკავშიროთ N8-ი ან ნებისმიერი სხვა პლატფორმა იმასთან, რასთანაც გვინდა, ამ შემთხვევაში Telegram-თან. Telegram-ს დასაკავშირებლად, მოკლედ, როგორც ინსტრუქციაში გვწერია, უნდა მოვიპოვოთ access token. ანუ ნებართვის ტოკენი, რომლითაც დავაკავშირებთ Telegram-ს და N8-ს. ამისთვის პირდაპირ გვიჩვენებს პირველივე, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის, რომ გავხსნათ bot phaseri. გადავდივართ bot phaseri-ში და მოდი გავხსნათ პირდაპირ Telegram-ში. Telegram-ში როგორც ხედავ, მე უკვე გახსნილი მაქვს ეს ყველაფერი. იმისთვის რომ შენ შექმნა, დაწერ დახრილ ხაზს new bot, ანუ ახალი ბოტის დამატება. შემდეგ დაარქმევ სახელს, პირდაპირ მაგას კითხავს, რა სახელი გინდა რომ დაარქვა, შეურჩია სახელიო, დაარქმევ რა სახელსაც გინდა, შემდეგ კითხავს მეორეჯერ რომ დაარქვა უკვე სახელი და მეორეჯერ რომ დარქმევის დროს აუცილებელია რომ სახელი მთავრდებოდეს ბოტით, აი ესე და თვითონაც გვიჩვენებს Tetris ბოტი ან Tetris-ი ქვედატირე ბოტი, ანუ თავარი რომ მთავრდებოდეს ბოტით და შემდეგ გამოგვეგზავნის ბოტის შექმნის შემდეგ გამოგვეგზავნის ესე თვალს. აი ეს არის ჩვენი access token-ი, ანუ ნებართვის ტოკენი, რომელთაც Telegram-ი უნდა დავაკავშიროთ N8-თან. ამ access token-ს ავიღებ და ჩავსვავთ აი ამ well-ში, მე უკვე რახან ჩაწერილი მაქვს, აღარ ჩავსვავ. შემდეგ ამ bot-თან დასაკავშირებლად უნდა დავაჭიროთ პირველივე მოცემულ links. მოდი გადავიდეთ ახლა chat-ში. ეს bot-ი მე უკვე დატესტილი მაქვს. გუშინ გადავიღე ვიდეო, გადავიღე კი არა და უბრალოდ უნდა გადამეღო ვიდეო, მაგრამ დამავიწყდა ვიდეოს ჩართვა, ამიტომ ვეღარ მოვახერხე შემდეგ მეორეჯერ გადაღება და ახლა ვიღებ მეორე. მოკლედ. მოდი ახლა ამ chat-ს მე დავაცარიელებ იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ ყველაფერი. პირველი რაც გვჭირდება აუცილებლად ყველა ეტაპზე ეს არის, რომ გავტესტოთ მუშაობს თუ არა ჩვენი დამატებული node. თუ არის ეს node, node არის ესეთი თითოეული ბლოკი, რომელსაც დავამატებთ. ანუ მაგალითად ამის შემდეგ თუ კიდე რაიმე სხვას დავამატებ, ამ შემთხვევაში მოდი მაგალითად დავამატოთ ეს. ეს თითოეული არის node. დასაწყის ქვია trigger-ი, ანუ რაც ავტომატიზაციას იწყებს, რითაც იწყება ავტომატიზაცია, ყველაფერს ქვია trigger-ი და შემდეგ რასაც დავამატებთ, ყველა node-ს ქვია action node-ები, იმისთვის რომ შეასრულოს რაღაც კონკრეტული დავალება, რისთვისაც ჩვენ დავაყენებთ. მოდი ახლა დავტესტოთ ეს Telegram-ის bot-ი მუშაობს თუ არა. როგორც ხედავთ, მუშაობს, იმიტომ რომ მიიღო ჩვენი მესიჯი. ეს არის output მხარე, თუ არ იცი, output-ი არის გამომავალი ჩვენი node-დან. ანუ ყველა node-ს trigger-ის გარდა აქვს შემავალი ინფორმაცია და გამომავალი ინფორმაცია. ამას რახან trigger-ია, არ აქვს შემავალი ინფორმაცია, იმიტომ რომ სხვა node-დან არ შესდის ინფორმაცია და აქვს მარტო გამომავალი, ანუ output-ი. ეს არის ჩვენი output-ი. output-ში გვაქვს chat-ის ID, ანუ chat-ის ID არის ჩემს და ამ bot-ს შორის ახლა რა chat-ით შეიქმნა, იმის ID, რითაც უნდა გაიგოს რომელ chat-ში უნდა გასცეს პასუხი. ამას კიდე ახლა რამდენიმე node-ს რო დავამატებ, კარგად მეხვდები უფრო. შემდეგ მიწერს სახელი და გვარი, რითაც მე მივწერე ამ bot-ს და ასევე მიწერს ტექსტს, რაც მე მივწერე. შემდეგი მოდი დავამატოთ AI აგენტი. ახლა ერთვის გვჭირდება ეს AI აგენტი. როცა მესიჯი შემოვიდა, იმისთვის რომ ავტომატურად უპასუხოთ და არ იყოს რობოტული პასუხები, ამისთვის გვჭირდება AI აგენტის დამატება. AI აგენტს ასევე ჭირდება სამუშაოდ chat მოდელი, ყველაზე მინიმუმ ჭირდება chat მოდელი, ანუ აუცილებელია. ამ შემთხვევაში მე დავამატებ ChatGPT-ს.
OpenAI და მოდი ავირჩევ ამ ვერსიას, 4O ვერსიას. კარგი, ChatGPT-ის API key-ს დაკავშირებული მაქვს, ანუ აქ დაგჭირდება თქვენ API key-ს დაკავშირება. იმისთვის რომ ChatGPT-ის და OpenAI-ის nodes ამ შემთხვევაში გქონდეს ერთმანეთთან კავშირი N8N-ში. ამაზე ეხლა ძალიან რო არ გამეწელოს ვიდეო, ვიდეოს აღწერაში დავტოვებ Discord-ის links და იქ შეგიძლიათ შემოხვიდე და იქ იპასუხებ ნებისმიერ კითხვაზე, რა კითხვაც გექნება ამ მთლიან აგენტთან დაკავშირებით, გინდა დამთავრებულზე, გინდა რამე ცალ-ცალკე ნაწილებზე. მოკლედ, OpenAI მე უკვე დაკავშირებული მაქვს და შემდეგი რაც მჭირდება ეს არის, რომ მოდი დავტესტოთ ახლა AI აგენტი. AI აგენტის დასატესტად აუცილებელია რომ დაუწეროთ ჩვენ სისტემის პრომპტი იმისთვის რომ ზუსტად იცოდეს AI აგენტმა რა და როგორი პასუხი უნდა უპასუხოს შემოსულ მესიჯს. ჯერჯერობით მოდი უნდა გავაკეთოთ ეს, რომ მიიღოს ინფორმაცია თუ რა მესიჯი შემოსდის. ეს არის მარტივი input-იდან, ანუ შემომავალი ინფორმაციიდან მარტივად დავაწვევით ტექსტს და ჩავუსვათ აქ. თუ გამწვანდა, ესე იგი მუშაობს. და აქ ქვევით გამოგიჩნდებათ რა მესიჯი არის შემოსული რა. ეს თუ არ გამოგიჩნდათ, ესე იგი ან რაღაც არ მუშაობს, ან ნაცრისფერი ფერი თუ გამოჩნდა, შეიძლება იმუშაოს, შეიძლება არ იმუშაოს. წითელი თუ გამოჩნდა, არ იმუშავებს, აუცილებელი არის რომ იყოს მწვანე ფერის და თვითონ დაბლა გამოაჩენს აქ რა მესიჯია შემოსული. ამ შემთხვევაში კარგად გამოჩნდა, სალამი არის მიწერილი და სალამი გამოაჩინა პირდაპირ აქ. ეხლა იმისთვის რომ დავუმატოთ პრომპტი, უნდა ვირჩიოთ სისტემის მესიჯი. სისტემის მესიჯში უნდა დავუმატოთ ის ინფორმაცია და უნდა ავუხსნათ ვინ არის თვითონ და როგორ უნდა ისაუბროს. მოკლედ, ჩაუსვათ მოდი პრომპტი. ეს პრომპტი არ დამიწერია მე, ეს დავაწერინე Gemini-ის. მოდი გავხსნათ ახლა რომ კარგად დავინახოთ რა პრომპტი მიწერია. იდენტობა და როლი, აქ მოდი მივცეთ ჩემი AI სააგენტოს სახელი. იმიტომ რომ ამ ბოტს მაგალითისთვის ავაწყობ ჩემი AI სააგენტოსთვის. შემდეგ რა სახელი უნდა ერქვას ჩვენს ბოტს? ამ შემთხვევაში მოდი მე ჩემს სახელს დავარქმევ. კარგი. და როგორც ხედავ, ფორმატი და დრო აქვს მიცემული ნაუში. ეს გამოგვადგება იმ შემთხვევაში, რომ თუ მაგალითად ჩვენი კლიენტი შეხვედრის ჩასანიშნად გვეუბნება არა რიცხვს, მაგალითად 10 რიცხვში 9 საათიან რამე მსგავსის მაგალითად თუ გვეუბნება ხვალ ჩამნიშნე 9 საათზე, ამ შემთხვევისთვის აუცილებელია გქონდეს ნაუ, რომ ბოტმა იცოდეს რა დრო არის ახლა. და ტაიმზონა გვაქვს მიცემული, რომ ეს არის თბილისის ტაიმზონა, მაგალითად 9 საათს რო გვეტყვიან, ეს იყოს საქართველოს და თბილისის დროის 9 საათი და არა ამერიკის ან რამე სხვა ქვეყნის 9 საათი. შემდეგ აქ გვაქვს როგორი ქცევები უნდა გქონდეს, რა თულებს იყენებს, მაგალითად აქ იმეილი სავარაუდოდ არ მექნება მე. მოკლედ უნდა იკითხოს იმეილი, უნდა იკითხოს დრო, გაარკვიოს და შემდეგ ჩაინიშნოს ყველაფერი. კარგი. ჯერჯერობით მოდი იყოს ახლა. და დავტესტოთ თავიდან. ეს დავასეივოთ რო არ დაგვიკარგოს და თავიდან გავუგზავნოთ მოდი მესიჯი. მიწერეთ. AI აგენტი დააგენერებს პასუხს. შემავალი ინფორმაცია აქ მარჯვნივ არის გამომავალი ინფორმაცია და როგორც ხედავ AI აგენტმა დაგვიგენერირა პასუხი, გამარჯვება, შემიძლია დახმარება. შემდეგი ახლა რაც გვჭირდება, ეს არის მემორის დამატება. მემორი ახლა იმისთვის გვჭირდება, რომ მაგალითად მე თუ მივწერე ეს სალამი, შემდეგ თუ მიპასუხა ამან ბოტმა და მე ისევ მივწერე სალამი, წინა მიწერილი სალამი არ ახსოვს და იწყებს თავიდან საუბარს. ამისთვის გვჭირდება რომ დავამატოთ მემორი, იმიტომ რომ წინა მესიჯები ახსოვდეს. ყველაზე მარტივი რაც არის ამ შემთხვევაში და რაც არის საკმარის, ეს არის simple memory. დავამატოთ მოდი simple memory და define below ავირჩიოთ იმისთვის, რომ დაბლა დაუწეროთ chat-ის ID. Chat-ის ID გვჭირდება იმისთვის, რომ მე თუ მივწერე დავუშვათ ბოტს და სხვა ადამიანმა მიწერა ბოტს, ორივეს მე და იმ სხვა ადამიანს ბოტს შორის გვაქვს სხვადასხვა chat-ი. იმისთვის, რომ ბოტმა გაარჩიოს chat-ები, აუცილებლად უნდა
ჩაუწეროთ, რომელი ჩათი უნდა დაიმახსოვროს. ჩათის ID-ს ავირჩევთ მარტივად მარცხენა მხარეს შემომავალი ინფორმაციიდან message-ს აქვხედოთ ჩათის ID ორივეგან გვაქვს ერთი და იგივე ID. ამიტომ მარტივად ავიღებთ და ჩავსვათ. ქვევით კი context window-ში იმდენს ჩაუწერთ, რამდენი ჩვენ გვაწყობს. მაგალითად, მე თუ მინდა რომ დაიმახსოვროს წინა 5 message-ი, აქ ჩაუწერ 5-ს. მე თუ მინდა რომ დაიმახსოვროს წინა 10 message-ი, აქ დავუწერ 10-ს. კარგი. მოდი ახლა კიდე თავიდან დავტესტოთ. როგორც ხედავთ, დააგენერირა პასუხი. და მემორიშიც უკვე შევიდა ეს სალამი, იმიტომ რომ შემდეგზე როცა მივწერ, შემდეგზე დამახსოვრებული გქონდეს ეს წინა მიწერილი მესიჯებიც. ეხლა შემდეგი რაც გვჭირდება, ეს არის Telegram-ზე მესიჯის გაგზავნა. ამისთვის მოდი ავირჩიოთ Telegram-ის node და ეხლა გვჭირდება უკვე action node, ანუ ისეთი node, რომელიც შეასრულებს ჩვენ მიცემულ დავალებას. ანუ ამან მიიღო მესიჯი, დავაგენერირეთ პასუხი და ეს პასუხი უნდა გავუგზავნოთ ახლა უკან. ამისთვის ჩვენ გვჭირდება send text message, იმიტომ რომ ტექსტურ მესიჯს უგზავნით ჩვენ უკან და ტექსტური მესიჯი გვაქვს დაგენერირებული. მარტივად რესურსებში ავირჩევთ message-ს, ოპერაციაში ავირჩევთ message-ის გაგზავნა, send message და აქაც უნდა ჩავუსვათ ჩათის ID. მარცხნივ შემომავალ ინფორმაციაში ჩანს პირველი AI აგენტი და შემდეგი ჩანს Telegram-ის ტრიგერი. ეს არის იმისთვის, რომ პირველი იწყება Telegram-ით, მერე მოდის AI აგენტი. აქ თუ სხვა რაღაცებსაც ჩაუმატებთ, უფრო და უფრო ზევით ამოიწევა. ანუ რაც უფრო პირველი გვაქვს ჩასმული, ამ შემთხვევაში Telegram-ის ტრიგერი გვაქვს ჩასმული პირველი, ამიტომ რაც უფრო პირველები გვაქვს ნოუდები ჩასმული, ისინი უფრო და უფრო ქვევით ჩამოიწევა და შემდეგი ახლები ამოიწევა უფრო და უფრო ზევით. აქ გვჭირდება ახლა ჩათის ID, ზუსტად იგივე ID, რაც მივეცით მემორის. აქაც მარტივად ავიღებთ, გადმოვაკოპირებთ და ჩავუსვათ ჩათის ID-ში. შემდეგ გვჭირდება ტექსტი, მაგრამ ის ტექსტი არ გვჭირდება აქ. ნახეთ, AI აგენტსაც ჩაუწერეთ აქ ტექსტი, მაგრამ აქ გვჭირდება სულ სხვა ტექსტი. აქ გვჭირდება ის ტექსტი, რასაც ჩვენ უგზავნით უკან Telegram-ზე ჩვენ შემოსულ მესიჯს. ეს ტექსტი დაგვიგენერირა თვითონ AI აგენტმა, ამიტომ AI აგენტისგან ავიღებთ ამ ინფორმაციას და ჩავუსვათ მარტივად ტექსტის ველში. Send message-ის გაგზავნის დროს ემატება ხოლმე N8-ის ასე ვთქვათ სპეციფიური ტექსტი. მოდი გავგზავნოთ და განახებ ახლა რაზე ლაპარაკი. აი გამოვგზავნე და ავტომატურად მიჩვენებს, რომ N8-ისგან არის ეს message გამოგზავნილი. ამის გასათიშად დავამატოთ field-ი append N8 attribution და ეს ველი გავუთიშოთ. ახლა მოდი თავიდან დავტესტავ ამას და უკვე აღარ გვაქვს ეს message. კარგი. ეს მოდი დავასეივოთ ახლა რომ არ დაგვიკარგვას ეს ინფორმაცია და შემდეგი მოდი დავამატოთ თული. იმისთვის რომ ამ აგენტის მიზანია ჩანიშნოს Google კალენდარში ჩვენი შეხვედრები. მოდი ამისთვის დავამატოთ ახლა Google კალენდარი. Google კალენდარი დავამატოთ და მე უკვე როგორც ხედავ დამატებული მაქვს ჩემი Google კალენდარი. ვიდეო რო ძალიან არ გაიწელოს, ამისთვის მოდი შემდეგი ვიდეოსთვის ან სხვა ვიდეოსთვის შემოვინახავ ამ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა იპოვო დასაკავშირებელი ველი, საიდანაც Google კალენდარს დააკავშირებენ N8-თან, ან შეგიძლია შემოხვიდეთ ჩემ Discord-ზე და იქ მარტივად გიპასუხებ ყველაფერს, აგეხსნით დეტალურად, სად და როგორ უნდა იპოვო ამის დასაკავშირებელი გასაღები. მოდი ახლა ჩვენ გვჭირდება იყოს ავტომატურად დაყენება. რესურსი გვჭირდება event-ი, იმიტომ რომ უნდა შევქმნათ event-ი და ოპერაცია არის create, ანუ შექმნა. აქ ავირჩიოთ, მოდი, რომელი Google კალენდარიდან გვინდა და ეს არის ის Google კალენდარის აკაუნტი, რომლიდანაც მე მინდა. და აქ როგორც ხედავ, ჩაწერილი არის ავტომატურად now და ეს არის დასამთავრებელი, ანუ start-ი და end-ი, როცა უნდა ჩაინიშნოს შეხვედრა, ანუ შეხვედრის დასაწყისი და შეხვედრის დასასრული. ეს now რახან არის ახლა კალენდარში შეიტანს ზუსტად იმ ველს, რაც არის ახლა დრო. ანუ აი ამ ველს 2026 01, ანუ 1 იანვარი, 1 იანვარი კი არა და 9 იანვარი და ეს ერთი არის თვე. მოკლედ, ეს არ გვჭირდება, ამიტომ მოდი აი ამ ღილაკით
მარტივად მივანდოთ AI აგენტს, ანუ მოდელს თვითონ. და მოდელი თვითონ გაარჩევს ამ ინფორმაციას და მიხვდება, როდის უნდა ჩანიშნოს ჩვენი შეხვედრა და მარტივად თვითონ მიხედავს ამ ყველაფერს, თუ დავაწვევით იმ ღილაკს, რასაც წეღან დავაჭირეთ. კარგი, მოდი გავხსნი ახლა Google კალენდარს. ეს არის ის კალენდარის აკაუნთი, რაც მე მჭირდება. მოდი ეს წავშალოთ. და მოდი ჩავინიშნოთ აგენტთან. დაველოდოთ პასუხს. მოდი გავუგზავნოთ და გვიპასუხა. თქვენი ელფოსტის მისამართი რომ მომაწოდოთ, შევძლებ შეხვედრის დაგეგმვას. მოდი მივაწოდოთ ჩემი ელფოსტის მისამართი. ეს რახან არ არის გააქტიურებული, ახლა ავტომატურად არ მპასუხობს, ამიტომ ერთხელ კიდევ უნდა დავაჭიროთ ამას. და ახლა უკვე მიპასუხებს. შეხვედრა წარმატებით დაიგეგმა, ნახამდე სხვა საღამოს მოკლედ ჩამენიშნა შეხვედრა. მოდი გადავიდეთ. დღეს არის 9, ამიტომ 10-ში უნდა იყოს საღამოს ჩანიშნული. როგორც ხედავთ, 10 რიცხვში საღამოს 9 საათზე არის ჩანიშნული შეხვედრა. მაგრამ რა იქნება ახლა თუ მეორე ადამიანი მოგწერს და იმასაც ენდომება 10 რიცხვში 9 საათზე ჩანიშნა. ესეთი შეცდომა რო არ მოგვივიდეს და იგივე დროს რო არ ჩანიშნოს, ამისთვის უნდა დავამატოთ კიდევ ერთი კალენდარის ივენთი. ივენთი კი არა და თული. მოდი მოვძებნოთ აქ ისევ Google კალენდარი. ივენთი და აქ გვჭირდება get-many, ანუ რომ მოძებნოს ივენთები და ცარიელი არის ის დრო თუ არა. მოდი ავირჩიოთ ისევ იგივე Google კალენდარი და ეს ველებიც მარტივად მივანდოთ ხელოვნურ ინტელექტს. მოკლედ ჩვენი AI აგენტი მზად არის. ამის დანიშნულება ახლა არის ის, რომ მიიღოს მესიჯი, AI აგენტმა დააგენერიროს პასუხი, გადაამოწმოს უკვე გვაქვს შეხვედრა ჩანიშნული თუ არა, იმისთვის რომ ახალი შეხვედრა ჩანიშნოს, ჩანიშნოს ახალი შეხვედრები ამით create event-ით და გაგზავნოს მესიჯი, მაგრამ ეს ვერ გაგზავნის მესიჯს, იმიტომ რომ ვერ გაგზავნის მესიჯს კი არა და უпростоრად გაგზავნის მესიჯს, მაგრამ მხოლოდ იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაწვევით ამ ღილაკს. ამიტომ სულ ამ ღილაკს რო არ დავაჭიროთ, ჩვენ გვჭირდება რომ დავაფაბლიშოთ ეს იმისთვის რომ უკვე გააქტიურებული იყოს და აქტიურად იმუშაოს ჩვეულებრივ ჩატში. მოდი ახლა დავტესტოთ უკვე გააქტიურებულზე როგორი იქნება, როგორ ისაუბრებს ჩვენი AI აგენტი, მაგრამ ახლა აქ როგორც ხედავ ახსოვს ჩემი ორი მესიჯი, ამიტომ ცოტა სხვანაირად გავგესაუბრება. როგორც ხედავ, არაფერს არ ვაწვევი აქ execute-ის დაჭერა და რამე აღარ მჭირდება ამისთვის და ჩვეულებრივ აქტიურად მუშაობს ჩვენი AI აგენტი. რა დროს გნებავთ შეხვედრა? მოდი ჩავენიშნოთ ზეგ იყოს მოდი 11 საათზე. ჩემი ელფოსტა მივაწოდოთ. გავუგზავნოთ ახლა ეს მესიჯიც და უკვე უნდა ჩამნიშნოს 11 საათზე ზეგ. შეხვედრა წარმატებით დაიგეგმა, ზეგ 11 საათში. შეტყობინება თქვენს ელფოსტაზე გაიგზავნება. კარგი. მოდი გადავამოწმოთ ახლა გადავიდეთ 11-ში. 11 საათზე და როგორც ხედავთ, ჩანიშნული ვარ 11 საათზე. კარგი, აგენტი კი დამთავრებულია, მაგრამ Google კალენდარში არ მომწონს რომ აწერია ეს უსათაურო რა. ამისთვის მე უნდა შევიდე ისევ create event-ში, დავამატო ესეთი მარტივი ველი, რომელიც არის summary და ესეც მოდი მივანდოთ მარტივად ხელოვნურ ინტელექტს. მოდი ახლა თავიდან დავტესტოთ ეს, თავიდან დავაფაბლიშებ. კარგი, დავიმახსოვროთ და დავიწყოთ მოდი. ამ ჩატს ისევ დავაცარიელებ.
სალამი. მოდი იყოს ახლა ჩავეწეროთ ხვალ დილის 11 საათზე. მოდი ისევ თავიდან მივაწოდოთ ჩემი ელფოსტის მისამართი, ანუ ამ შემთხვევაში Gmail-ი. გავუგზავნოთ ჩემი Gmail-ი და ახლა უნდა ჩამინიშნოს უკვე შეხვედრა. საათზე ხვალ მაქვს. კი, ჩამენიშნა Lime AI შეხვედრა. ამის გადაკეთება თუ დაგჭირდება და Lime AI შეხვედრის მაგივრად, მაგალითად გჭირდება რომ იყოს ჩემი სახელი ამ შემთხვევაში მე ვარ მომხმარებლის მხრიდან, თუ გჭირდება რომ მომხმარებლის სახელი ჩაინიშნოს, ამ შემთხვევაში უნდა შევიდეთ AI აგენტთან და AI აგენტს პრომპტში უნდა დავუწეროთ რა უნდა იყოს სახელი. ან თუ მაგალითად გჭირდება რომ სახელის მაგივრად რამე ისეთი დაარქვას, რაც შენ გჭირდება, ამისთვის ყველაფერზე შევდივართ და ვაგვარებთ AI აგენტთან. ანუ შევალთ, გავხსნით აქ პრომპტს და პრომპტში ჩაუწერთ ყველაფერს, რაც გჭირდება რომ გაითვალისწინოს. მოკლედ, დღეისთვის ამ აგენტის აწყობა დამთავრებულია. თუ რამე კითხვები გექნება აგენტთან დაკავშირებით ან API keys დაკავშირებით, ანუ როგორ უნდა დავუკავშიროთ მაგალითად ChatGPT როგორ დავაკავშიროთ N8-თან ან Google კალენდარი როგორ დავაკავშიროთ N8-თან, ამასთან დაკავშირებით თუ რამე კითხვები გექნება, ვიდეოს აღწერაში დავტოვებ Discord-ის ლინკს, სადაც შეგიძლია შემოხვიდე და ნებისმიერი კითხვა დამისვა და ასევე არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, იმიტომ რომ სისტემატურად ვაპირებ, გაგიზიარო საინტერესო ინფორმაციები N8-თან დაკავშირებით, ვიდეო გენერაციასთან დაკავშირებით და make.com-თან დაკავშირებითაც, რომელიც არის ავტომატიზაციების საიტი, ოღონდ სხვა.